ზოგი რამ დედამიწაზე ნამდვილად ვერ გაიგებს, სანამ მას კოსმოსიდან არ შეხედავ. სატელიტიდან აღმოჩენილია გიგანტური ხაზები, იდეალური წრეები, უცნაური სიმბოლოები და უზარმაზარი ნიმუშები, რომლებიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული. რაც უფრო გასაოცარია, ზოგიერთი მათგანი ათასობით წლისაა, მაგრამ დღემდე არავინ იცის, რატომ ან როგორ შეიქმნა ისინი. ნეტა უცხო პლანეტელები ხომ არ არიან ამის ავტორები? უძველესი ცივილიზაცია. ამ ვიდეოში განვიხილავთ 15 ყველაზე უცნაურ და ყველაზე იდუმალ ნიმუშს, რომლებიც კოსმოსიდან იქნა აღმოჩენილი. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის, როგორც კონტენტ კრეატორებისთვის, ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ, დავიწყოთ. ნომერი 15 აურუნგას კრატერი ჩადში, საჰარის უდაბნოს შუაგულში, ჩადის ქვეყანაში, მდებარეობს აურუნგას კრატერი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ის წარმოიქმნა და არსებობს მას შემდეგ, რაც დედამიწას დიდი ასტეროიდი დაეჯახა, უკვე 345 მილიონ წელზე მეტი გავიდა. პირველ შეხედვაზე ეს უბრალოდ მრგვალი ნიშანია უდაბნოში. მაგრამ როდესაც ეს სატელიტური გამოსახულებებით შეისწავლეს, კვლევარებმა შენიშნეს, რომ შესაძლოა ამ ადგილას მხოლოდ ერთი კრატერი არ იყოს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს სამი ერთმანეთის მიყოლებით მდებარე დარტმის კრატერის ნაწილია. თუ ეს დადასტურდება, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი კრატერების ჯაჭვი მთელ მსოფლიოში. დღემდე მეცნიერები კვლავ სწავლობენ ამ ადგილს, რათა გაიგონ როგორ და როდის წარმოიქმნა ის სინამდვილეში. ნომერი 14 საჯამის ხაზები. ბოლივია. დასავლეთ ბოლივიაში მდებარეობს საჯამის ხაზები. ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. მისი ფართობი 22,000 კვადრატულ კილომეტრზე მეტია. ის შედგება ათასობით სწორი ხაზისგან, რომლებიც ერთმანეთს კვეთენ თელველზე. ზოგიერთი ამ ხაზთაგანი 20 კილომეტრზე მეტს აღწევს სიგრძეში. რაც უფრო გასაოცარია, ისინი თითქმის არ იხრება, მიუხედავად იმისა, რომ გადიან ბორცვებსა და პატარა ხეობებზე. დღემდე არავინ იცის ზუსტად, ვინ შექმნა ეს ხაზები და რისთვის იყო ისინი განკუთვნილი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ხაზები უძველესმა ადგილობრივებმა გამოიყენეს როგორც გზები წმინდა ადგილებისკენ. მაგრამ ამაზე ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება. ხაზები მკაფიოდ დარჩა, რადგან ამ რეგიონში კლიმატი მშრალია და თითქმის არ არის ძლიერი ქარები, რომლებიც მათ დააზიანებდა. საჯამას ხაზების სრული მასშტაბიც მაშინვე ვერ შენიშნეს. მხოლოდ სატელიტურ სურათებზე დანახვის შემდეგ გაიგეს, რამდენად დიდია ისინი. ნომერი 13-ია პენტაგრამა ყაზახეთში. ყაზახეთში ზემოთ ობოლის წყალსაცავის მახლობლად არის გიგანტური ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც მხოლოდ ჰაერიდან ჩანს. მისი სიგანე დაახლოებით 1200 ფუტს აღწევს. როდესაც პირველად ნახეს ეს Google Earth-ზე, ბევრმა იფიქრა, რომ ეს დაკავშირებულია საიდუმლო ორგანიზაციებთან ან უცნაურ რიტუალებთან, მაგრამ მკვლევართა თქმით უფრო მარტივი ახსნა არსებობს. მიჩნეულია, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი ძველი პარკის ან დასასვენებელი ზონის ნაწილი, მაგრამ მკვლევართა თქმით უფრო მარტივი ახსნა არსებობს. მიჩნეულია, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირის დროინდელი ძველი პარკის ან დასასვენებელი ზონის ნაწილი. ვარსკვლავის ფორმა მაშინ კომუნიზმის სიმბოლო იყო, ამიტომ ხშირად გამოიყენებოდა მთავრობის პროექტებში. დღესაც კი მისი ფორმა ჩანს სატელიტურ სურათებზე. მაგრამ თავად ადგილზე ძალიან ცოტა მიწის, რომ მიწაზე უზარმაზარი ვარსკვლავია დახატული. Bend of Holes პერუში. პერუს პისკოს ხეობაში არის ერთი უცნაური ადგილი, რომელიც დღემდე გამოცანად რჩება მკვლევრებისთვის. ეს ცნობილია როგორც ხვრელების ზოლი. მიწიდან მისი უცნაური ნიმუში მაშინვე შესამჩნევი არ არის. მაგრამ სატელიტიდან თუ დააკვირდებით, დაინახავთ 7000-ზე მეტ ორმოს, რომლებიც გრძელრიგებად არის განლაგებული. მთელი ტერიტორია დაახლოებით 1-დან 1,5 კილომეტრამდე სიგრძეზეა გადაჭიმული. თითოეული ორმოს სიგანე 30-დან 100 სანტიმეტრამდეა და სიღრმე შეიძლება 1 მეხსაც კი აღწევდეს. ზოგიერთი მრგვალია, ზოგი კი ოთხკუთხედი ან წაგრძელებული. იმის გამო, რომ ისინი ერთნაირად არის განლაგებული, აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ადამიანის მიერაა განზრახ-გაკეთებული. მაგრამ რისთვის იყო ეს ორმოები? არსებობს ერთი თეორია, რომელიც ამბობს, რომ ისინი გამოიყენებოდა მოსავლის, მაგალითად კარტოფილისა და სიმინდის შესანახად. მაგრამ დღემდე ამ ორმოებში არ აღმოჩენილა მტკიცებულება, რომელიც ამ ახსნას დაადასტურებდა. კიდევ ერთი თეორია არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ეს ორმოები დაკავშირებულია ანდების ხალხის უძველეს რიტუალებსა და ცერემონიებთან. ასევე შესაძლებელია, რომ ეს ადგილი მათი სმენის ან ღმერთებისთვის სხვერპლ შეწირვის ნაწილი იყო. დღემდე არ არსებობს ზუსტი პასუხი, თუ რა იყო სინამდვილეში ორმოების ზოლის ნამდვილი დანიშნულება. ამიტომაც ის რჩება ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და უცნაურ ნიმუშად, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. ნომერი 11. მარიმანი, ავსტრალია. სამხრეთ ავსტრალიის უკაცრიელ უდაბნოში მდებარეობს მარიმანი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ჯოგლიპად ითვლება. ეს გიგანტური გამოსახულება დაახლოებით 4,2 კილომეტრის სიგრძისაა. აქ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, რომელსაც თითქოს ბუმერანგი ან შუბის სატყორცნი უჭირავს. ამიტომაც ბევრი თვლის, რომ ეს გამოსახულება ავსტრალიელი აბორიგენების კულტურასთან არის დაკავშირებული.
მარიმანმა პირველად 1988 წელს აღმოაჩინა, მას შემდეგ რაც პილოტმა ეს გამოსახულება პრემისას შენიშნა. საოცარია, რომ დღემდე არავინ იცის, ვინ შექმნა ეს გამოსახულება. მისი აღმოჩენის შემდეგ მედიასა და რამდენიმე ოფიციალურ პირს ანონიმური შეტყობინებები გაეგზავნა. არსებობს მინიშნებები მისი წარმოშობის შესახებ, მაგრამ არავინ დაუდასტურებია პირდაპირ თუ ვინ შექმნა ეს გეოგლიფი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ასეთი უზარმაზარი გამოსახულების შესაქმნელად გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, მაგალითად ბულდოზერი. ასევე შესაძლებელია, რომ ზუსტი ფორმისთვის გამოიყენეს GPS-იც. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ეს ტექნოლოგია ჯერ კიდევ ფართოდ არ გამოიყენებოდა, დროის გასვლასთან ერთად მარიმანი ნელ-ნელა იშლებოდა ქარისა და ეროზიის გამო. ამიტომ 2016 წელს მოხალისეებმა ხელახლა მოაწესრიგეს მთელი დიზაინი GPS-ის გამოყენებით. დღემდე რჩება საიდუმლოდ, ვინ არის მარიმანის ნამდვილი შემქმნელი. ამიტომაც ის კვლავ ერთ-ერთ ყველაზე საკამათო გეოგლიფად ითვლება, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. რომერი 10. რომბები და წრეები, ნიუ-მექსიკო. ნიუ-მექსიკოს უდაბნოში შეერთებულ შტატებში არსებობს უცნაური ნიმუში, რომელიც მხოლოდ სატელიტიდან ჩანს. ის შედგება 2 რომბისგან, რომლებიც მოთავსებულია 2 დიდ წრეში. მისი უცნაური ფორმის გამო ბევრმა ადამიანმა იფიქრა, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს უცხოპლანეტ ელემენტებთან ან საიდუმლო სამხედრო ბაზასთან, მაგრამ ანგარიშების მიხედვით ნამდვილი ამბავი სხვაა. მიჩნეულია, რომ ეს ადგილი ეკუთვნის სულიერი ტექნოლოგიის ეკლესიას, ორგანიზაციას, რომელიც დაკავშირებულია საინტოლოგიასთან. სხვადასხვა ანგარიშების მიხედვით ეს სიმბოლოები წარმოადგენს ნიშანს მიწისქვეშა საცავისა, სადაც ინახება საინტოლოგიის დამფუძნებლის ელ რონ ჰაბარდის ნაწერები. ამბობენ, რომ საცავში ინახება მეტალის ფირფიტები და სხვა მასალები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ ძალიან დიდხანს გაწუონ. მისი მიზანია, რომ მათი დოკუმენტები შენახული იყოს, თუ მომავალში დიდი კატასტროფა მოხდება. ასევე არ არის ნათელი, თუ ზუსტად როგორ შეიქმნა ეს უზარმაზარი ნიმუში. მაგრამ სატელიტური სურათების მიხედვით მიიჩნევა, რომ დიზაინის შესაქმნელად გამოიყენეს მძიმე ტექნიკა, როგორიცაა ბულდოზერი. დღემდე ეს ადგილი მკაცრად კონტროლდება და ადამიანებს ასე უბრალოდ არ უშვებენ შიგნით. ამიტომაც ის კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ნიმუშად, რომელიც კოსმოსიდან ჩანს. ნომერი 9. ბორბლის გეოგლიფები, ახლო აღმოსავლეთი, იორდანიის, საუდის არაბეთის, სირიისა და ახლო აღმოსავლეთის ხოლო აღმოსავლეთის სხვა უდაბნოებში ათასობით უცნაური წღიული ნიმუშია, რომლებიც მხოლოდ ჰაერიდან ჩანს. მათ ბორბლის გეოგლიფებს ან ძველი კაცების ნამუშევრებს უწოდებენ. მკვლევართა თქმით, ზოგიერთი მათგანი 8500 წელზე მეტისაა. ამიტომ ისინი ბევრად უფრო ძველია, ვიდრე მსოფლიოს მრავალი ცნობილი უძველესი ნაგებობა. ხოლო იორდანიაში 12000-ზე მეტი გეოგლიფი იქნა აღმოჩენილი საჰაერო ფოტოგრაფიისა და სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით. ყველაზე დიდი მათგანი დაახლოებით 70 მეტრის სიგანისაა, უმეტესობა მრგვალი ფორმისაა, ხაზებით, რომლებიც ბორბლის სპიცებს გავს. დღემდე ჯერ კიდევ არავინ იცის ზუსტად რისთვის იყო ეს გეოგლიფები განკუთვნილი. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი შესაძლოა გამოიყენებოდა როგორც უძველესი კალენდარი ან ცერემონიების ჩატარების ადგილი. სხვები კი ამბობენ, რომ ეს შესაძლოა ნადირობის ან ცხოველების მოვლის სისტემის ნაწილი იყო. მაგრამ ამ დროისთვის არც ერთი ამ თეორიის დასამტკიცებლად საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს. რაც მკვლევარებს ნამდვილად იციან, არის ის, რომ ეს ნიმუშები განზრახ შექმნეს უძველესმა ადამიანებმა. ეს ნიშნავს, რომ ისინი მნიშვნელოვანი იყო მათი კულტურისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ნამდვილი მიზეზი თუ რატომ ააშენეს ისინი. ნომერი 8. გადაფარული ვულკანები, კამჩატკა, რუსეთი კამჩატკის ნახევარკუნძულზე, რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, არის უცნაური ხედი, რომელიც უფრო მკაფიოდ, მხოლოდ თანამგზავრიდან ჩანს. ამ რეგიონში არის 300-ზე მეტი ვულკანი და მათგან 29 დღესაც აქტიურია. რაც უფრო გასაოცარია, ბევრი ვულკანი თითქმის ერთმანეთთან არის მიჭრილი და ერთმანეთს გადაფარებულია. საგეყოფნის ნაცვლად, ზოგიერთმა მათგანმა გააერთიანა თავისი კრატერები, ლავის ნაკადები და ძველი კრატერები. ამის შედეგად შეიქმნა უჩვეულო ლანდშაფტი, რომელიც იშვიათად გვხვდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში. აქ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვულკანია კლიუჩევსკაია სოპკა, რომელიც ევრაზიის ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. მისი სიმაღლე დაახლოებით 4700 მეტრს აღწევს. როდესაც კამჩატკაში ვულკანი ამოიფრქვევა, არსებობს შანსი, რომ ეს სხვებსაც შეეხოს. მეზობელ ვულკანებზე ეს შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვურ ამოფრქვევებს, უფრო ფართო ლავის ნაკადებს და საშიშ ვულკანურ ტალახის ნაკადებს. მისი უნიკალური თავისებურებების გამო კამჩატკის ვულკანები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია, რომელსაც მეცნიერები იკვლევენ, რათა უკეთ გაიგო, როგორ წარმოიქმნება და როგორ მოქმედებს ვულკანები. ნომერი 7.
აქ გეოგლიფები, ბრაზილია, ბრაზილიის დასავლეთ ნაწილში, პერუსა და ბოლივიის საზღვართან ახლოს, ამაზონის ტროპიკულმა ტყემ, ათასობით წლის განმავლობაში დამალა უძველესი ნიმუშები. ამათაკრე გეოგლიფებს უწოდებენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში დაფარული იყო სქელი ტყით. მაგრამ როდესაც 1970-იან წლებში ტყეების გაჩეხვა გაიზარდა, თანდათან გამოჩნდა ასობით უცნაური ფორმა, რომლებიც მხოლოდ ჰაერიდან ჩანს. დღესდღეობით ამ ტერიტორიაზე 500-ზე მეტი გეოგლიფი აღმოაჩინეს. ისინი შედგება ღრმა და ფართო არხებისგან, რომლებიც მოთხრობილია წრის, კვადრატის და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმით. ზოგიერთი მათგანი ერთმანეთთან დაკავშირებულია გრძელი, სწორი გზებით. მკვლევართა თქმით, ისინი აშენდა ძველი წელთაღრიცხვის 1000 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 1000 წლამდე პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი ინკების ცივილიზაციამდე გაჩნდა. დღემდე უცნობია ამ გეოგლიფების ნამდვილი დანიშნულება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს ადგილი რიტუალებისთვის ან ცერემონიებისთვის გამოიყენებოდა. სხვაები კი ამბობენ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საზოგადოების ცენტრი ან ნაწილი უძველესი მზისა და ვარსკვლავების დაკვირვების სისტემის. რადგან ამაზონში ხეების ჭრა გრძელდება, ზოგიერთი გეოგლიფიც განადგურების საფრთხის წინაშეა. ამიტომ ახლა არქეოლოგები და ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობენ, რომ დარჩენილი ადგილები დაიცვან, სანამ ისინი საბოლოოდ გაქრებიან. ნომერი 6. უდაბნოს სუნთქვა ეგვიპტის უდაბნოში, წითელი ზღვის სანაპიროსთან ახლოს, არის უზარმაზარი სპირალი, რომელიც მხოლოდ სატელიტიდან ჩანს. მას უდაბნოს სუნთქვა ქვია. პირველი შეხედვით ეს გავს უძველეს გეოგლიფს, რომელიც ძველმა ცივილიზაციამ შექმნა. მაგრამ სინამდვილეში ეს თანამედროვე ხელოვნების ნამუშევარია, რომელიც 1987 წელს ბერძნულმა არტ ჯგუფმა Dust Team-მა შექმნა. დეზერტბრეთის ფართობი დაახლოებით 100,000 კვადრატული მეტრია. იგი შედგება 178 კონუსისა და 40-გან, რომლებიც ორ ერთმანეთზე გადაჯაჭვულ სპირალშია განლაგებული. მის ცენტრში ადრე პატარა ხელოვნური ტბა იყო, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ის გაშრა. ეს ნამუშევარი შეიქმნა იმისთვის, რომ ეჩვენებინა უდაბნოს მასშტაბი და უსასრულო სივრცისა და დროის იდეა. მიწიდან მხოლოდ გროვები და ორმოები ჩანს. მაგრამ როდესაც ზემოდან ციდან უყურებ, მაშინვე ჩანს მისი იდეალურად სპირალური დიზაინი. რაც უფრო უცნაურია, ეს ნამუშევარი არ შექმნილა იმისთვის, რომ სამუდამოდ დარჩეს. ხელოვანებმა განზრახ შექმნეს ის ისე, რომ დროთა განმავლობაში თანდათან გაქრეს. დროის გასვლასთან ერთად ქარისა და ქვიშის მოძრაობის გამო იგი იცვლება. თითქმის 3 ათწლეულის შემდეგაც კი მისი ფორმა ჯერ კიდევ ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე აღარ არის ისეთი მკაფიო, როგორც ადრე. ნომერი 5. Clearwater Lakes, კანადა. კანადის კვებეკის ჩრდილოეთ ნაწილში არის ორი თითქმის იდეალურად მრგვალი ტბა, რომელსაც Clearwater Lakes ეწოდება. როცა მიწაზე დგახარ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს ორი ტბა ჩვეულებრივია, მაგრამ თუ სატელიტიდან დააკვირდები, შეამჩნევ, რომ მათი ფორმა თითქმის იდენტურია. ამიტომ მეცნიერები დაინტერესდნენ ამ ადგილის შესწავლით. მათი კვლევის მიხედვით, ეს ორი ტბა წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც დედამიწას ორი ასტეროიდი დაეჯახა დაახლოებით 290 მილიონი წლის წინ. უფრო დიდი ტბის სიგანე დაახლოებით 22 მილი იყო, ხოლო მეორე ტბის 16 მილი. მეცნიერებმა მხოლოდ ტბების ფორმას არ დაეღოთნენ. მათ ასევე აღმოაჩინეს შოკური კვარცი და შატერის კონუსები, ქვის ტიპები, რომლებიც მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როდესაც მეტეორიტის ძალიან ძლიერი დარტყმა ხდება. რადგან დედამიწაზე ასეთი ტყუპი დარტყმის კრატერები იშვიათია, Clearwater Lakes დიდი მნიშვნელობა აქვს ასტეროიდების შესწავლისთვის. გეოლოგები ამას იკვლევენ, რათა უკეთ გაიგონ, როგორ წარმოიქმნება დიდი დარტყმის კრატერები და როგორ ცვლის ისინი პლანეტის ზედაპირს. რადგან ის ქალაქებიდან შორს მდებარეობს და ნაკლებად ირღვევა ადამიანის ჩარევით. სუფთაწყლის ტბები დღემდე რჩება ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად უძველესი ასტეროიდის დარტყმისა, რომელიც ჯერ კიდევ ჩანს დედამიწაზე. ნომერი 4. ვულკანის ტახტის წერტილები. Grand Canyon. Grand Canyon-ში შეერთებულ შტატებში არსებობს უცნაური ნიმუში, რომელიც მხოლოდ სატელიტიდან ჩანს მკაფიოდ. ის ახლოსაა ძველ ვულკანთან, რომელსაც ვულკანის ტანის ტახტი ეწოდება. ზემოდან რომ დააკვირდეთ, შეამჩნევთ ასობით მუქ წრეს, რომლებიც პოლკა დოტს გავს და ვულკანის გარშემო არის მიმოფანტული. მისი უჩვეულო განლაგების გამო, ეს დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა მკვლევარებისა და მეცნიერებისთვის. გეოლოგების თქმით, ვულკანის ტახტი დაახლოებით 73,000-დან 100,000 წლის წინ ჩამოყალიბდა. როდესაც ვულკანი ჯერ კიდევ აქტიური იყო, მისი ლავა რამდენჯერმე მიედინებოდა კოლორადოს მდინარისკენ და დროებით ბლოკავდა მდინარის ნაკადს. მიჩნეულია, რომ წრიული ნიმუშები წარმოიქმნა გამდნარი ლავას პატარა ნაჭრებისგან, რომლებიც გამაგრდა უკან დაბრუნებისას და ვულკანის გარშემო დაეცა. მაგრამ ამ ახსნას ერთი პრობლემა აქვს. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, ვულკანური ნამსხვრევები საკმარისი არ არის იმის ასახსნელად, თუ რატომ არის ბევრი წყლის ფორმა ასეთეთი თანაბარი და რატომ არის მათი განლაგება ასე უჩვეულო.
მეცნიერებმა ასევე შენიშნეს, რომ ამ წრეების გარშემო სხვა მცენარეები იზრდება. რადგან ბაზალტური ქანი რკინითა და სხვა მინერალებით მდიდარია, შეიცვალა ნიადაგისა და მცენარეების ტიპიც ამ ტერიტორიაზე. დღემდე მკვლევარები კვლავ სწავლობენ ამ უთროვლო ნიმუშს. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით უკეთ გაიგებენ მის წარმოშობას. ნომერი 3 გობის უდაბნოს ნიმუშები. ჩინეთი გობის უდაბნოში, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ჩინეთსა და სამხრეთ მონღოლეთში, არსებობს უზარმაზარი გეომეტრიული ნიმუშები, რომლებიც მხოლოდ ჰაერიდან ჩანს. არსებობს ფორმები, რომლებიც ბადეს, მასას, სპირალს და გრძელ თეთრ ხაზებს გავს, რომლებიც რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება. ამის გამო მრავალი ვარაუდი გაჩნდა ამ ნიმუშების ნამდვილი დანიშნულების შესახებ. თავდაპირველად ზოგი ამბობდა, რომ ეს ნიმუშები უცხო პლანეტელებთან ან საიდუმლო სამხედრო პროექტებთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ანალიტიკოსების თქმით ამ ბადეების ნაწილი სავარაუდოდ გამოიყენება როგორც კალიბრაციის სამიზნეები, რათა შემოწმდეს ჯაჟაშუშური ქანამგზავრებისა და სხვა გამოსახულების სისტემების შესაძლებლობები. მსგავსი ნიმუშები სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება ამავე მიზნით. ეს ერთადერთი არ არის, რაც გობის უდაბნოში აღმოაჩინეს. იქ ასევე არის სპირალები და სხვა გეომეტრიული ნიმუშები, რომლებსაც დრემდე არ აქვს ნათელი ახსნა. ჯერ კიდევ უცნობია, რისთვის გამოიყენება ისინი. ასევე არის გრძელი ხაზები, რომლებიც გავს თვითმფრინავის ასაფრენ ბილიქს, მაგრამ იქ არ არის საკონტროლო კოშკი, ტერმინალი ან სხვა ნიშანი, რომ ეს ნამდვილი აეროპორტია. ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ისინი შეიძლება სამხედრო ტესტირებისთვის ან საგანგებო დაშვების ზონად გამოიყენებოდა, მაგრამ რადგან ჩინეთისგან ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, ეს ყველაფერი მხოლოდ თეორიებად რჩება. დღემდე გობის უდაბნო ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, სადაც სატელიტური სურათებიდან ყველაზე მეტი საიდუმლო ნიმუში ჩანს. ნომერი 2 რიშატის სტრუქტურა, მავრიტანია, საჰარის უდაბნოს შუაგულში, მავრიტანიაში, არის უზარმაზარი მრგვალი ნიმუში, რომელიც კოსმოსიდანაც კი ნათლად ჩანს. ის ცნობილია როგორც რიშატის სტრუქტურა, ან უფრო ცნობილია სახელით საჰარის თვალი. მისი დიამეტრი დაახლოებით 40 კილომეტრს აღწევს და შედგება თანმიმდევრული წრეებისგან, რომლებიც სამიზნეს გავს. თავდაპირველად, ბევრი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს გიგანტური, იმპაქტური კრატერია, რომელიც წარმოიშვა ასტეროიდის დედამიწაზე დაცემის შედეგად მილიონობით წლის წინ, მაგრამ როდესაც ადგილი უფრო დეტალურად შეისწავლეს, ერთი პრობლემა გაჩნდა. მათ ვერ იპოვეს ისეთი ნიშნები, რომლებიც ჩვეულებრივ გვხვდება იმპაქტურ კრატერებში, მაგალითად ჩოკური კვარცი და სხვა ქვები, რომლებიც მხოლოდ ძალიან ძლიერი შეჯახებისას წარმოიქმნება. ამიტომ გეოლოგების შეხედულება შეიცვალა, დღესდღეობით ისინი მიიჩნევენ, რომ რიშატის სტრუქტურა უზარმაზარი გეოლოგიური გუმბათია. ის წარმოიქმნა მაშინ, როდესაც დედამიწის ქერქის ნაწილი ამოიწია და მილიონობით წლის განმავლობაში ნელ-ნელა ჩამოაყალიბეს ქარმა და წვიმა, სანამ არ გაჩნდა ის წრეები, რასაც დღეს ვხედავთ. რადგან მისი ფორმა კოსმოსიდან ძალიან მკაფიოდ ჩანს, ზოგი ასტრონავტი მას დედამიწის გარშემო ბრუნვისას სანავიგაციო ნიშნადაც კი იყენებს. ზოგი ამბობს, რომ ეს თითქოს დაკარგული ატლანტიდის ქალაქია, მაგრამ დღემდე არ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ამ თეორიას ადასტურებს. ნომერი 1 ნასკას ხაზები, პერუ. პერუს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიდუმლო მთელ მსოფლიოში. ნასკას ხაზები, ეს გიგანტური ხაზები შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 500 წლიდან ახალი წელთაღრიცხვის 500 წლამდე ზედაქვის ფენის მოცილებით, რათა გამოჩენილიყო ქვემოთ არსებული უფრო ღია ფერის მიწა. მას შემდეგ, რაც ნასკას უდაბნოში თითქმის არ არის ძლიერი ქარი და წვიმა, ხაზები დარჩა მკაფიოდ 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მთელ ტერიტორიაზე არის 800-ზე მეტი ხაზი. პირდაპირი ხაზები და დაახლოებით 300 გეომეტრიული ფიგურა, როგორიცაა სამკუთხედი, სპირალი, ტრაპეცია და მათკუთხედი. მაგრამ ყველაზე ცნობილი არის 70-ზე მეტი გიგანტური გამოსახულება ცხოველებისა და მცენარეების. მათ შორისაა კოლიბრი, ობობა, მაიმუნი, კონდორი, ვეშაპი, ფუთიხუში და უცნაური ადამიანის ფორმა, რომელსაც ხშირად ასტრონავტს უწოდებენ. 2019 წელს მკვლევარებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კიდევ 140-ზე მეტი ახალი გეოგლიფი აღმოაჩინეს. დღემდე ზუსტი პასუხი არ არსებობს თუ რატომ შეიქმნა ნასკას ხაზები. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ისინი რიტუალებსა და ცერემონიებთან იყო დაკავშირებული. სხვა მკვლევრები, მათ შორის გერმანელი არქეოლოგი მარია რაიხე, მიიჩნევენ, რომ ეს შეიძლება იყო უძველესი ასტრონომიული კალენდარი, რომლის მეშვეობითაც მზისა და ვარსკვლავების მოძრაობას აკურდებოდნენ. არსებობს კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც ხაზები დაკავშირებულია წყლის წყაროების ძიებასა და პატივისცემასთან, რადგან ბევრი გეოგლიფი მდებარეობს მიწისქვეშა წყლის წყაროებთან ახლოს. მისი მნიშვნელობის გამო, ნასკას ხაზები 1984 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა. დღემდე ეს ადგილი მკაცრად არის დაცული, რათა უსაფრთხოდ დარჩეს ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური და განსაცვიფრებელი უძველესი ქმნილება, რომელიც კოსმოსიდანაც კი ჩანს.